ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა, ეთერში ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და მოდით ერთად გადავხედოთ ჩემს საინფორმატორო ფურცლებს. კლუბ ჯოიში თამუნა ამუნაშვილის კონცერტი გაიმართა, რომელსაც ფორტუნა პლუსმა გაუწია ორგანიზება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თამუნას ყოველ დაბადების დღეა. სტუდია მაესტრო მას წინასწარ ულოცავს ამ დღეს. ეხლა კი სიუჟეტი ვნახოთ. სოლო კონცერტს ნამდვილად ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ სოლო კონცერტში ალბათ 20 სიმღერა უნდა ემღერო და აქ სულ რაღაც 8-9 სიმღერა შესრულდება. არა, ეს უბრალოდ ესეთი ჩემი ძველი პროგრამის რაღაც დამშვიდობების სახეს ვაძლევ. ძალიან ბევრი ხალხია მოსული და ეს ერთგვარად ბედნიერება შემოქმედა ისვის, რომ აი ამდენი მსმენელი, ამდენი ახლობელი, ამდენი არაახლობელი, ოღონდ თაყვანის მცემელი მოდის მოსასმენად, იგივე იმ ძველი სიმღერების, რომელიც უყვარდა და ამ სიმღერებით შეუყვარდი მე საზოგადოებას. ძალიან დიდი ხანია მოღვაწეობს, არის პროფესიონალი, რა თქმა უნდა და ყოველთვის ვიქნები მის გვერდით. ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. არის არაჩვეულებრივი ადამიანი, მის გარდა რომ არის არაჩვეულებრივი შემოქმედი. ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან დადებითი აურა აქვს და მინდა ვუსურვო ყოველივე კარგი ცხოვრებაში. კონცერტი ძალიან მოგწონს. ფანტასტიკური საღამოა, როგორც გვიან მოვედით და ძალიან გვესიამოვნა და ცეკვის სურვილი გაგვიჩნდა, როგორც კი შემოვედით და ძალიან გვესიამოვნა. საკითხვა ვერ გავიგე. ძალიან მაგარი ქალი მღერის სცენაზე. ხო, მაგარი საღამოა და იმიტომ რომ ძალიან კარგი სიტუაცია ყველას ეყავს და ყველას უყარია დღევანდელი. სტუდია ქართულ ჩანაწერებში ქართული ჩანაწერების მიერ შექმნილ სიმღერას წერს გვანცა ზაქარეიშვილი. უფრო დაწვრილებით ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობ. ეხლა ვართ ქართულ ჩანაწერებში, ეხლა ჩავწერე ახალი სიმღერა, სიმღერას ქვია, რომ თქვა, საკუთარ ისე ლამაზი სიმღერაა, თან რიტმულიც არის, სამბა სტილშია და აი ეს ყველაფერი სიმღერა, ტექსტი, ყველაფერი ეკუთვნის სტუდია ქართულ ჩანაწერებს. კიდევ ერთხელ გამიღი მე ალბათ ვეღარ და გივიწყებ. ჩემს საზაფხულო გეგმებში შედის პირველ რიგში იტალიის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც გამგზავრები აგვისტოში, ეს არის მსოფლიო ფესტივალი მუსიკის და პარალელურად მიდის მზადება სიმღერებზე, რომელიც იქ უნდა წარვადგინო. და ამავე დროს მონაწილეობ კონცერტებში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იმართება და ეს კონცერტებიც რაღაც ძალიან მომწონს. ძალიან აქტიურად მუშაობთ სტუდია ქართულ ჩანაწერებთან, აგერა ეს სიმღერაც
ორივეს ერთად მოგვივიდა იდეად რამე თუ ორივეს მოგწონს ამ ჯგუფის და ამ სტუდიის მიმართულება და აი მართლაც არჩეულებრივი სიმღერა გავუკეთეს. მე მგონი კაი გამოვიდა. გვანცა ადრეც თანამშრომლობდა ჩვენ სტუდიასთან. უბრალოდ ერთ-ერთი სესიის დროს ჩვენ მუშაობდით ჯგუფი და მანას რაღაც იდეა გაუჩნდა. შემდეგ ეს რა ეტაპობრივად მოხდა რა, ეს უცებად მოხდა რა. რაღაც ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ, რასაც და დაერქვა საბოლოოდ ეს სიმღერა დამზადებულია ქართულ ჩანაწერებში. როგორ მინდა მე არქიტექტორთა კავშირის საგამოფენო დარბაზში კერამიკის სახელოსნოსთან არსებული სტუდია ბელის ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ეს ამ სტუდიის პირველი გამოფენა და მასში 20 ბავშვი იღებს მონაწილეობას. ეხლა კი სიუჟეტი ვნახოთ. ჩვენ კი ძალიან მოგწონდა ჩვენი ბავშვების ფანტაზია, მათი სამყარო, მაგრამ ყველასთვის მოსაწონი და მისაღები აღმოჩნდა. ამლა დაფთოვანებულები არიან, ჩვენ ალბათ რაღაც ცოტა არაობიექტურად ვაფასებდით, რომ უფრო დიდი წარმოდგენით უყურებდით და ნამდვილად გამართა ჩვენი მოსაზრება. პატარაობიდან ვხატავდი, ჰობი, ჩემი ჰობია ხატვა. და დავდივარ ხატვის სკოლაში და ამ სტუდიაში. ძალიან მომწონს, იმიტომ რომ თანაც ისვენებს ორგანიზმი ამ თიხის მუშაობის დროს. სამოდელო სააგენტო ნატალი, ნინო ქათამაძე და მაკა მახარაძე საქველმოქმედო აქციის ჩატარებას გეკმავენ. თუ რა სახით ჩატარდება და რას ეწოდება ეს საღამო, ამის შესახებ ისინი თავად ისაუბრებენ პრესკონფერენციაზე. ნაპირობა რა იყო? აპრილის შუა რიცხვებში 18 აპრილს მოხდა ამ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ოფიციალური გახსნა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ეს გაცილებით უფრო ეფექტური და დიდი იქნება და გაცილებით მეტი ადამიანისთვის იქნება გასაგები ეს პრობლემა. ყარაჩემილია გითხრათ, რომ ყველა შემოქმედი აქტიურად იღებს ამ აქციებში მონაწილეობას. ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქველმოქმედო აქციები ტარდება და ვერავის ვერ დაუკარგავთ ჩვენ ამ თანადგომას. ებჯინება რომ ვიღაცა უნდა გაიგოს თანხმები. აქცია სწორედ მაგიტო ტარდება სამოდელო სააგენტო ნატალის თაოსნობით არის და თანდათან ჩაერთვენ ისეთი წარმომადგენლები როგორც არის მაკა მახარაძე, მაკა ასათიანი, ნინო ქათამაძე, რომ ხარი დაუჭირონ და ეს აქცია ეს პირველი ესეთი საქველმოქმედო აქცია ამ პროექტის მხარდასაჭერად და შემდგომში ალბათ სხვებით შემოუერთდებიან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ძალიან დიდი ხანია სურვილი მაქვს, რომ ესეთ რაღაცაში მონაწილეობა მივიღო, იმიტომ რომ მე ვთქვი რომ ხედავ ხოლმე ირგვლივ ამ სულ მდგომარეობას, მე თქვენ ძალიან მტკივა და ძალიან განვიცდი და ამიტომ ძალიან მინდა და მოხარული რომ აქ მონაწილეობას ვღებულობ და ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.